რის შოუ მორიგი აქტუალური თემით დაბრუნდა პირდაპირ ეთერში განსაკუთრებულ ყურადღებას თხოვ ქალბატონებს, ვინც მზად არის დედობისთვის და სურს დაორსულება. ჩვენ როგორც ყოველთვის ყოველ სამშაბათს ისე არ გაივლის დღეს სამშაბათი, რომ ჩვენ არ ვისაუბროთ ქალის რეპროდუქციულ ფუნქციაზე. დღესაც შევეცდებით, რომ უფრო დეტალურად და ღრმად ვისაუბროთ ამაზე. მე მინდა ჩვენი სტუმარი წარმოგიდგინოთ, თემა ალბათ უკვე თქვენთვის ცნობილია. კლინიკა რეპროარტის გინეკოლოგი ქალბატონი თამუნა ბარბაქაძე. კიდევ საშვილოსნოს პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ. როგორც ყოველთვის ყოველ სამშაბათს. და მისი პოლიპები. ხო, აი რა მნიშვნელობა აქვს და რა ფუნქცია აქვს ზოგადად თქვათ ქალის რეპროდუქციულ მოდით სისტემაში. პოლიპებზე და ცალ-ცალკე ენდომეტრიუმზე რომ კარგად გასაგებია. აქ სხვადასხვა მრავალი პრობლემა იყრის ერთად, რა თქმა უნდა, თავს, როგორც ყოველთვის ჩვენ პრობლემებთან დაკავშირებით. ეს არის, ენდომეტრიუმის პოლიპი, ეს არის ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიები, ასევე ენდომეტრიუმის ატროფია, რომელიც ასოცირებული არის ასაკის მატებასთან და შესაბამისლებთან, ასევე ენდომეტრიუმის ეროზიები, სისხლოვანი ტრანსფირებადი სისხლძარღვები, რომელიც იძლევა სისხლდენებს და ასევე საშვილოსნოს ღრუში და სინექიები, რომელიც ასაკის გარდა კიდევ რა შეიძლება იყოს ამ პრობლემების გამომწვევი, თქვათ, ასაკის დიახ, რა თქმა უნდა, გამომწვევი მულტიფაქტორულია. ესა პირველი რაც არის, ეს არის მეტაბოლური დარღვევები. ანუ იგივე ინსულინ რეზისტენტობა, ჭარბიწონა, ადრეული მენარქე, ანუ ქრონიკული ანოვულაციები, როცა შესაძლოა საკვერცხის ფუნქციის დარღვევა და რაც შეეხება თვითონ ენდომეტრიუმის, აი საშვილოსნოს ღრუში და სინექიებს, აქ უკვე ძირითადი ფაქტორი წამყვანი, ეს არის აგრესიული კიურეტაჟი, აბორტის შემდგომი და მშობიარობის შემდგომი სისხლდენები და პლუს კიდე ოპერაციული ჰისტეროსკოპიის შემდგომი გარდა. მოდი ახლა დავყოთ თავისთავად, დიახ, ქალბატონები არიან რისკის ქვეშ და შეიძლება საერთოდ ასაკობრივად რომ დავყოთ. გააჩნია პრობლემას. რა პრობლემაზე გვაქვს ლაპარაკი? ენდომეტრიოზით დავიწყოთ. ენდომეტრიოზი? თუ აი ენდომეტრიუმის ენდომეტრიუმ ბოდიში პოლიპი. პოლიპები შესაძლებელი პოლიპის რისკი აქვს ნებისმიერ ასაკს გააჩნია, ოღონდ აი სხვადასხვა ასაკში, როდის მიმართავს ეკიმს, როდის გამოვლინდება სიმპტომები აქვს თუ არა. ანუ დროულად დიაგნოსტიკას, ანუ ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თქვათ, რამდენად დროულად დიაგნოსტირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ არასოდეს არ ვიცით, იქამდე ვიდრე ციტომორფოლოგიური შესწავლა არ მოხდება პოსტოპერაციული მასალის რეალურად რასთან გვაქვს საქმე. ეს პოლიპი რა არის, რას წარმოადგენს? აი კლინიკური სურათი როგორია შეიძლება კლინიკით მიუხვდე? რა თქმა უნდა, ეს არის მენსტრუაციებს შორის, ან ციკლის შუა ფაზაში სისხლიანი გამონადენი, აბსოლუტურად ისეთი, რომელიც არაფერს არ უკავშირდება, მენსტრუალურ გამონადენს არ უკავშირდება. ერთი დღე შეიძლება კონდეს ქალს გამონადენი და ერთი დღე, ორი დღე იყოს, მაგრამ არ ხანგრძლივდებოდეს ჭარბი მენსტრუალური გამონადენი. ტკივილით შესაძლებელია პოლიპის ზომიდან გამომდინარე. შეიძლება გადამჭრელად ითქვას, რომ ენდომეტრიუმით დაავადებული ქალი ვერ დაფეხმძიმდება. ენდომეტრიუმის პრობლემებით დაავადებული ხარ. ზოგადად ეს როგორც არა მხოლოდ როგორც მექანიკური ფაქტორი, არამედ მთელი სისხლძარღვოვანი და ანტისხეულების ფაქტორების გამო, სხვადასხვა ფაქტორების გამო ითვლება, რომ არის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი უნაყოფობის. რა თქმა უნდა, ყოველთვის ჯობია, რომ თუ არის უშვილობის პრობლემა, მოხდეს დიაგნოსტირება საშვილოსნოს ღრუსით. მაგრამ ამავე დროს არიან ქალები, რომელსაც აწუხებთ ეს და მაინც ფეხმძიმდებიან და არა შეიძლება თქვა დაურსულება იყოს გამოსავალი და მკურნალობის გზა შემთხვევაში. რა თქმა უნდა, დაურსულების შემთხვევაში უფრო ნაკლები რისკი არის იმისა, რომ ჩამოყალიბდეს რეციდივი მოხდეს. და როგორც ვიცი, უებარი წამალია სწორედ ენდომეტრიოზის მკურნალობისა ორსულობა. ეს ესეა თუ აქაც ვცდებით? არა, რა ენდომეტრიოზის კი, მაგრამ ენდომეტრიოზის სხვა ენდომეტრიუმის პრობლემები ეს უკვე სხვადასხვა ფაქტორი, სხვადასხვა ტიპის პრობლემა შესაძლებელია იყოს და არა მხოლოდ ენდომეტრიოზი, თუმცა ენდომეტრიოზიც არის ერთ-ერთი პრობლემა ენდომეტრიუმის და უშვილობის. ვიცით რა, მკურნალობის მეთოდები მაინტერესებს ენდომეტრიუმის შემთხვევაში და პოლიპის შემთხვევაშიც, აი რა კეთდება, როგორ ხორციელდება, რა ხანგრძლივობით და როგორ ხდება ეს მკურნალობა? მკურნალობა თვითონ როგორც ესეთი მოხსნა პოლიპის და რეზექცია ეს პრობლემას არ წარმოადგენს დღევანდელ დღეს, როცა ქირურგიული გზით
ქირურგიის როცა ჰისტეროსკოპია დაიხოცა იმდენად დღეს რომ უკვე შესაძლებელი არის ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე და ამბულატორიულ პირობებშიც კი გააკეთო ჰისტეროსკოპია ყოველგვარი ზედმეტი ჰისტერორეზექტოსკოპია და საოფისე ჰისტეროსკოპია ეს პოლიპზე ვსაუბრობთ ახლა. შესაბამისად ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზიების შემთხვევაშიც იგივე მიდგომა არსებობს, უნდა მოხდეს მისი რეზექცია და ნუ მერე მიღებული მასალის დიაგნოსტირება. ხანგრძლივი პროცესი ეს არ არის, მაგრამ მთავარია ვიცოდეთ და მივაგნოთ მიზეზს, საიდან მოდის, რომ დაცული ვიყოთ უკვე შემდგომი რეციდივისგან. ან თქვენ ძალიან ბევრი მიზეზი ჩამოთვალეთ, მექანიკური დაზიანება აბორტის შემდეგ ხდება თუ რა არის ეს? ეს საშუალოსნოს გრუში და შეხორცებები, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორი არის უშულობის პრობლემის დროს, ეს აბორტის შემდგომ და აგრესიული კი ურეტაჟი აი ეს რა არის ახლა პოლიპი? ეს არის პოლიპი, საკმაოდ დიდი ზომის, დიახ. მწვანე ფერით აღნიშნული. დიახ, ეს მწვანე ფერით, ეს არის დიახ, 2D ეხოსკოპიის შემთხვევაში. ამის რეზექციის შემდეგ უკვე ქალს თავისუფლად შეუძლია დაორსულდეს? თავისუფლად შეუძლია უკვე დაორსულდეს, თუ რა თქმა უნდა სხვა ფაქტორი არ ერთვის ამას. არა, ცხადია, მარტო პოლიპზე საუბრობთ ახლა. დიახ, ამ წუთში პოლიპი. რამდენ ხანში უნდა მიმართოს ექიმს აი პოლიპის რეზექციის შემდეგ უკვე დაორსულების დაორსულება უკვე მომდევნო ციკლიდან უკვე შესაძლებელია. პირდაპირ ანუ არ ჭირდება დიდი ხანი ლოდინი. პირიქით არ შეიძლება დიდხანს დალოდება, იმიტომ რომ შეიძლება რომ არ დაემორჩილოს თქვათ მკურნალობას და გამოჩილებით ეს როგორ გითხრათ, მექანიკურად მოიხსნება პოლიპი და უბრალოდ ჩვენი მერე უკვე საჭიროება არის იმისა, რომ მაქსიმალურად გააკეთო პრევენცია შემდგომი რეციდივის. ამის შანსის თქვათ სამედიცინო სტატისტიკის მიხედვით მაღალია. პრევენცია რა სახის? პრევენცია იმ რომ მივაგნოთ სად იყო პრობლემა, რა იყო მიზეზი იმისა, რომ ჩამოყალიბდა დისბალანსი იყო, მექანიკური ჩარევა იყო, ადრე მენახე იყო გოგონა თუ რა პრობლემას ვიწყებთ. დიახ. ოღონდ ჩარევა საშუალოს ღრუში და ჩარევა უფრო მეტად რისკს გვიქმნის, როცა სინექიები გვაქვს და პოლიპის შეხორცებების საშუალოს ღრუში. და პოლიპი ეს კიდე სხვა პრობლემა, ანუ აქ რომელი უფრო მარტივია, პოლიპი კონდეს თუ შეხორცებები კონდეს პოსტოპერაციული? რა არის მარტივი როგორც ესეთი არც ერთი არ არის, ოღონდ ყველაზე მთავარი ხა ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის, რომ ჩარევის შემდგომ სწრაფად დადგეს ორსულობა, როცა ჩვენი მიზანი არის ორსულობა, როცა პაციენტის მიზანია ორსულობა. მიზანი ორსულობა ყველაფერი მოგვარებით. რა მაინტერესებს, აი დავუშვათ არ არის ეს შემთხვევა, რომ განაყოფიერ ორსულობა უნდა ქალს, მაგრამ აქვს ეს პოლიპი. შეიძლება რომ არ იყოს კლინიკურად ისე გამოხატული, როგორც თქვენ გითხარით, მაგრამ იყოს ეს პოლიპი. რას იწვევს შემდეგ ეს რაიმე გართულება ამას მოყვება? შეიძლება არ მივიდე ექიმთან დავუშვათ 5-6 თვე ერთი წელი და ეს პოლიპი იყოს ორგანიზმში. დიდი რისკი და დიდი შესაძლებლობა არის, თუ არ არის დიაგნოსტირებული პოსტოპერაციული, თუ არა გვაქვს, არ ვიცით რა წარმონაქმნია ღრუში, ზოგადად ენდომეტრიუმის ესეთი ჩანართები, ჰიპერპლაზიები, პოლიპები არც ისე უმტკივნეულო საკითხი არ არის, იმიტომ რომ ყოველთვის არსებობს რისკი, რომ იყოს ეს ონკოლოგია. ყოველთვის არსებობს ეს. რამდენი პროცენტი არის რისკი, რომ ეს ყველაფერი შემდგომში გადაიზარდოს? ასაკიდან გამომდინარე, რა ასაკში ხდება ამის რისკ ჯგუფში შედის უკვე გარდამავალი ასაკის, ეს 45-დან 50-დან 50 წლამდე ქალბატონი. კარგი, ნუ იცი შენ ყველაფერზე მემჭირს მე დამემართება ასაკიდან გამომდინარეა, თუმცა სამწუხაროდ ონკოლოგიურ დაავადებები იმდენად გაახალგაზრდავდა, რომ უკვე ყველა პაციენტთან უნდა სიფრთხილ ყველაფერი თუ დავუშვათ დროულად მოიკვეთა პოლიპი, ამ შემთხვევაში შემდეგ რაღაც გართულებებს აღარ აქვს ადგილი, აღარ იწვევს ორგანიზმში, ხო? ამოიკვეთა, მერე კეთდება ამის ანალიზი ალბათ, როდესაც მორფოლოგია. აუცილებლად და უკვე შემდგომ იმის მიხედვით უკვე ვაკეთებთ შემდგომ. აი ჩვენს მეგობარს ჰქონდა პოლიპი, მან ქირურგიული ჰისტეროსკოპიით ეს პოლიპი მოიკვეთა, გავიდა ზუსტად 1 წელი და პოლიპი ისევ ადგილზე, იგივე ზომის. ესე მალე. ეს ის არა, კი არ დარჩათ, არამედ ეს არის რეციდივი. რეციდივი, დიახ. ანუ ის რომ დაორსულებულიყო და კიდევ ბავშვი გაეჩინა, შესაძლოა ეს რეციდივი საერთოდ არ ყოფილიყო? შესაძლებელია ესე სწრაფად არ ყოფილიყო. ესე სწრაფად, მაგრამ აუცილებლად იქნება. აუცილებლად ვერ იტყვით გამომდინარე იქედან რა არის ამისი რა არის მიზეზი იქედან. ის არის ასაკობრივად ის ჯგუფში, ანუ ბებია გახდება, მაგრამ გარდამავალი ასაკი აქვს ის, რომელიც თქვენ ახსენეთ, შვილის გაჩენას ის აღარ აპირებს. ანუ აი ესეთ ქალბატონებს ყოველთვის აქვთ რისკი, რომ რაღაც პერიოდში რეციდივი იქნება. რეციდივი იყოს. და თან ასეთ მოკლე პერიოდში ხო 1 წლის მერე. ანუ მათ რეგულარულად უნდა აკონტროლონ. აი რა პერიოდულობით უნდა მოხდეს კონტროლი? 6 თვეში ერთხელ. ეხოსკოპიური კონტროლით. და ეს არის სრულიად დაცვა ამ პრობლემისგან. ეს არის მინიმუმ დოროული დიაგნოსტირება
ან ნუ შესაბამისად სკრინინგული გასინჯვა რომ არ იყოს ისე მსგავსი ტიპის წარმოება. და მოდით მაშინ კიდევ ერთხელ რომ ჩამოვთვალოთ ჩვენ თქვათ ნელ-ნელა მივდივართ დასასრულისკენ რომ აი რას მიაქციონ ყურადღება რა არის სიმპტომატიკა რომელსაც თქვათ უნდა მიაქციოს ყურადღება ქალმა რომ არ გამორჩეს და ეს დროული დიაგნოსტიკა რაც თქვენ თქვით რომ არის გადამწყვეტი ამ შემთხვევაში მოხდეს მართლაც დროულ ეტაპზე. კი ბატონო, ეს არის ჭარბი menstruatsiya. დიახ. ყველა ჯერზე თუ თქვათ შეიძლება ერთი ციკლი გამოირჩეოდეს ჭარბი. თუნდაც გამოირჩევა ერთი ციკლი, უკვე საყურადღებოა, ვიდრე ჩვეულებრივი დანარჩენი menstrualuri გამონადენი. ანუ თქვენ თქვით ასევე ციკლებს შორის menstruatsiიდან menstruatsiამდე, ანუ ციკლის შუა პერიოდში სისხლიანი გამონადენი, თუნდაც მოვა დისპროფერის გამონადენი, ეს უკვე იქცევს ყურადღებას. დიახ, და საშუალო ნოზყელის პოლიპის შემთხვევაში ასევე მნიშვნელოვანი არის კოიტუსის შემდგომი სისხლდენ, ანუ კონტაქტის შემდგომი სისხლდენ, რომლის გამოც აუცილებლად უნდა მიმართოს ანუ სექსუალური კონტაქტის შემდეგ სისხლდენ და საშუალო ყელის არახის პოლიპების შემთხვევაში, იმიტომ რომ ესეც საკმაოდ ხშირი შემთხვევები არსებობს ამისი და უნდა მიმართოს აუცილებლად გინეკოლოგს გასინჯვისთვის. ეს სიმპტომები და ეს არის ძირითადად ამისი აი ეს არის ახლა ჩვენ რასაც ვხედავთ კლასში. ეს არის ენდომეტრიუმის მრავლობითი პოლიპი. დიახ, აქაც განსხვავება არის პოლიპოზი პატარა, ну, რამოდენიმე პოლიპი როცა არსებობს ენდომეტრიუმში არის დიდი ზომის პოლიპი და შესაბამისად სიმპტომებიც იმის დამიხედვით ველოდები. მაგრამ თვისობრივად ეს პატარაა თუ დიდია, არ განსხვავდება ერთმანეთისგან, ორივე სამკურნალოა და ორივე მისახედია. სამკურნალოა აუცილებლად ორივე მახსენდება, ხშირად არაერთი შემთხვევა, როდესაც გამიგია, რომ მაქვს პოლიპები, იძახიან ძალიან მშვიდად გრძნობენ თავს ამავდროულად. არიან ესეთი პაციენტები. ხო, აი აუცილებელია მისი მოკვეთა, შეიძლება რომ იყოს და იყოს. აუცილებელია, იმიტომ რომ არასოდეს არ ვიცით ეს პოლიპი როგორი ციტოლოგიური შენების არის, ამიტომ აუცილებლად უნდა იყოს ეს დიაგნოსტირებული. ანუ ქალებო, თუ კი გააქვთ ეს სიმპტომები, რომელიც ახლა ჩვენმა სტუმარმა ჩამოთვალა, აუცილებლად უნდა მიბრძანდეთ ექიმთან, რათა დროულად იყოს აღმოჩენილი თქვენი წარმონაქმნის ციტოლოგია, იმიტომ რომ არის პატარა პროცენტი ხომ, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს ონკოლოგიურ დაავადებაში. მე მგონი კულტურა უნდა ავიმაღლოთ და ვიაროთ ექიმებთან. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო რჩევებისთვის. ანუკის ძალიან დიდი მადლობა დღეს ასეთი კოლეგია. ხირსეული თანაწამყვანი და გიორგის დიდი მადლობა. გიორგი, ჩვენ კი ხვალამდე გემშვიდობებით, ხვალ ბევრს ვიჭორავებთ ეკოფან არა მარტო, ჩვენ ვნახავთ რას? რას, აბა? პოდიუმზე როგორ წარსდგა ჩვენი კოლეგები, მას მოდა. და შემდეგ კვირაში უკვე მშობელთაკრების მაყურებელს ჩამოვიდა ლელა მოსკოვიდან. ნახოთ, მოკლედ, ხვალამდე გემშვიდობებით, ანუკის მადლობა, წარმატებული დღე თქვენ. ჩამოვიდა ლელა.